ვიმყოფებით ლარნაკაში. ამ ქალაქს აქვს ოლიმპიური სასროლელი. საქართველოდან 16 სპორტსმენი ასპარეზობს. ეს არის mental game. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოგესალმებით მეგობრებო, ვიმყოფებით ლარნაკაში. დღეს არის 21 მარტი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს და წესით სითბო უნდა იყოს, არ დაგვხვდა ეგეთი ამბავი და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მკაცრ პირობებში მოგვიწევს ქალაქის დათვალიერება. რისთვის ჩამოვედით, ჩემო გოგა? ქალაქის დათვალიერებას არ ვჩივი, გას პირობებში რომ მოგვიწევს, აქ საინტერესო ის არის და საგულისხმო რომ რისთვისაც ჩამოვედით, იმ საქმეს არ შეუშალოს ხელი. ხო, ჩამოვედით, არის ღია ჩემპიონატი თებშებზე სროლაში და ჩვენთვის რაც ყველაზე საგულისხმო არის, ქართველი სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. საერთაშორისო შეჯიბრიარი ხალხო და საკმაოდ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ქართველები მართალია არაერთხელ ყოფილან უკვე ჩამოსულები და მიუღიათ მონაწილეობა. ჩვენ ჩამოვედით გულშემატკივრობისთვის, მაგრამ ჯერ არავის გაუშვებია, ხო და ჩვენი გულშემატკივრობით თან გავაშუქებთ, თან მოგაწვით ინფორმაციას, ვინ რა შედეგებს დადებს და ზოგადად ვფიქრობ, ერთად ვიხალისეთ. მალენ უთხრათ ჩვენს მაყურებელს რა არის ლარნაკა და სად არის ლარნაკა? ლარნაკა არის კვიპროსის ერთ-ერთ საინტერესო ადგილზე. ეს არის იმით ცნობილი ჩვენთვის მონადირეებისთვის, რომ აქ ტარდება ხოლმე საერთაშორისო შეჯიბრება, ოლიმპიური და ამ ქალაქს აქვს ოლიმპიური სასროლელი. როგორც მინიმუმ იმაზე მიგვანიშნებს, რომ საკმაოდ განვითარებული სპორტი არის ეს ადგილობრივებისთვის. და მე ძალიან მაგრად მაინტერესებს, ჩემი თვალით ვიხილო, რა დონეზე არის მოწესრიგებული და გაკეთებული. ჩვენთანაც საქართველოში ხომ გვაქვს, ხო ვიცით იქ როგორი სიტუაცია არის, მინდა შევადარო. ჩვენთან ჩვეულებრივი სასროლეთია ოლიმპიური პრეტენზია არ გვაქვს ჯერჯერობით, მაგრამ ყველაფერი წინ არის და აღდგომა და ხვალეო ნათქვამი არის, ხვალიდან უკვე შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს აქტუალურ კადრებს პირდაპირ ეთერით, ასე ვთქვათ. ეხლა პირდაპირ ეთერი ნამეტანი მოგვივიდა მე და შენ, მაგრამ მაინც ვეცდებით რაც შეიძლება დროულად მოგაწოდოთ ეს კადრები ხალხმა. დავიწყოთ დავათვალიეროთ ქალაქი. დავათვალიეროთ ქალაქი, მეც მაინტერესებს რაღა დაგიმალო და მაგარიცი ხუმრობაში სერიოზული ქარით დაგხვდა ეს ქალაქი. აი დისკომფორტს რო განიცდი ადამიანები რა. დისკომფორტი არის, მაგრამ რა მინდა გითხრა. ხო. ნახე იქ რა ძალიან მაგარი რაღაცები იყიდებოდა. თეზეულის სკოლის ხო ფსიფუდი, ბიჭო. ვარ ვიყიდოთ და წავიღოთ ვაფშე საქართველოში და იქ ამზადოთ შემომტენო გულნარი. აი ესე მე სიამოვნებოდა და დარწმუნებული ვარ ჩვენ მაყურებელსაც გაუხარდება რა. მაშინ რაღაცა ეგზოტიკური ავიღოთ, მაგალითად 8 ფეხა ან რაღაცა იქნებათ ისეთი რაც საქართველოში არ არის. მანახოთ მაყურებელს შევარჩიოთ. თუ ძალიან ძვირი არ იქნება. არის ხო ძალიან ძვირი ფასები. რა, უბრალოდ ამათთვის ძალიან ძვირი არის ხო ჩვენთვის კატასტროფა არის ხო 20 евро ღირდა საშუალოდ კილო. ხო, 20 евро ნორმალური არის იდეაში, როცა 2500 евро გაქვს ხელფასი. დორადო არის სავარაუდოდ კი არა და დორადოა და რაღაცა უცნობი კონსისტენციის კი არა და ფორმის თევზებიც არის აქ. 8 ფეხა მიზიდავს, საფაშორისო არ არის ცუდი ვარიანტი შენ რო იცოდე, ჩემ მეუღლეს უყვარს ძალიან 8 ფეხის სალათი. ეს ძალიან საინტერესო ვარიანტია, 15 евро. 8 ფეხა მოვამზადოთ თუ ეს? ვერ გეტყვი, მოდი ესე ვქნათ, ჩამოვყალიბდეთ. რაც გვინდა ის მოვამზადოთ. არის შანსი რომ ორივე მოვამზადოთ. ჩვენ ხა ჩამოვედით, დაზვერვითი სამუშაოები ჩავატარეთ. თან ეჭვი მაქვს რომ აი ამ პატარა ბაზარის გარდა, რომელიც აქვე ნუ პირსთან არის და ლოგიკურია რომ არის, კიდე გადავაწყდებით სადმე რამეს. და არ არის გამორიცხული რომ იქ უფრო დიდი არჩევანი იყოს. გეთანხმები. მოვსინჯოთ.
აი ხა სულ ნერვები მეშლება თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ იმდენი ადამიანი დარბის და ისე უფრთხილდებიან თავის ჯანმრთელობას, რომ აი არ ვიცი რა. მე გეტყვი ეგეთ რაღაცას ჩემო გოგა, რომ ევროპის უმრავლესი ქვეყნის მოსახლეობა ზოგადად დაკავებული არის ჯანსაღი ცხოვრებით და მათ შორის როგორც კვებაზე აისახება ეს ყველაფერი, ასევე ფიზიკურ აქტივობაზეც. და რამ ფიზიკური აქტივობა გვაკლია, ეხლა მე და შენ მონადირეები ვართ. აი ზუსტად მაგ სიტყვაზე მახსენდება ესეთ ძალიან საინტერესო რამე, შენ იცოდი თუ არა, რომ კვიპროსი ცნობილი არის იმით, რომ 55000-ზე მეტი მონადირეა დაფიქსირებული. ასლაპარაკი. და ყველა ფაქტურად მე-6 თუ მე-8 გამოდის მონადირე. დაწუნებული ხარ? ესეთი ინფორმაცია შევიძინე ინტერნეტის მეშვეობით და საინტერესო იქნება ეს ყველაფერი გადავამოწმოთ მე ხვალ თუ მოგვეცემა მაგის საშუალება და ვინმე მონადირე ამოვიცანით იმ სასროლებში. ეს სიტ დარიგით ყველა ვარიანტში მოგვეცემა, იმიტომ რომ თუ ამდენი მონადირე არის, როგორ წარმოგიდგენია შენ რომ აქ ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი სროლაში ევროპის და მონადირეები არ იყვნენ დამსწრე საზოგადოებად წარმოდგენილი. არ არსებობს, ძალიან ბევრი მონადირე იქნება. ალბათ მე და შენ მივაჭრით ვინმეს და ვკითხავთ მონადირეა თუ არა, ან ტიპაჟურად შევატყობთ. ხო იცი, შორი დავწნოთ ერთმანეთს რა. და რაღაცა კითხვები დაუსვათ, საინტერესო იქნება ალბათ აქაურ მონადირესთან გასაუბრება ჩვენთვისაც და ჩვენი მაყურებლისთვისაც რა. მეგობრებო, ერთ-ერთი საინტერესო ვერსია კიდე იქნება ის მოსასმენად რა. ხანგრძლივობა როგორი აქვს ამათ სანადირო. აი ჩვენთან იხსნება აგვისტოში, ვიცი რომ ამათანაც აგვისტოში იხსნება, აგვისტოს ბოლოსში იხსნება და აი როდის მთავრდება ძალიან მაგრამ მაინტერესებს და რა სახეობებზე ნადირობენ ზოგადად. სანადირო ობიექტებია და პოპულარული არის, ანუ ხო შეიძლება ბევრ რამეზე იყოს დაშვებული, მაგრამ რაღაცა გამორჩეულად უყვარდეს ამ კუნძულის მოსახლეობას. მე მგონი ძალიან საინტერესო დღე გვაქვს ხვალ. დახუნძლული. დარჩით ჩვენთან ერთად ხალხო, გვიყურეთ. ვეცდებით რომ ყველანაირად შემოგთავაზოთ საინტერესო ამბები, საინტერესო ინფორმაციები, ის რაც ჯერჯერობით ჩვენც არ ვიცით, რაც თქვენთვისაც უცხოხილი იქნება. ვისწავლით ჩვენ და გაუზიარებთ ჩვენს მეგობრებს. გამოვიწერეთ არხი, იყავით ჩვენთან ერთად და გვიყურეთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დღეს კვიპროსში, კერძოდ ქალაქ ლარნაკაში მიმდინარეობს საერთაშორისო შეჯიბრი კომპაქტ სპორტინგში. ჯამში 220-ზე მეტი მონაწილეა, თუმცა საქართველოსდან 16 სპორტსმენი ასპარეზობს, 15 მამაკაცი, 1 ქალბატონი. აღნიშნული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი სპორტსმენებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არსებული საერთაშორისო და ოლიმპიური სტანდარტის ინფრასტრუქტურა გვაძლევს საშუალებას, რომ გავიუმჯობესოთ ჩვენი სპორტული შესაძლებლობები კომპაქტ სპორტინგის სახეობაში. რამდენი მოწინააღმდეგე გყავთ თუ იცი?
ესე იგი არის 14 ქვეყანა არის ახლა რაც ნახეთ ჩამოსული და დაახლოებით 260 თუ არ ვცდები 260 მონაწილე ამ 14 ქვეყნიდან და საქართველოსდან ვართ 16. წარმოდგენილი ხართ 16 ვაჟკაცი. 16 სპორტსმენი ვარ და დავი ნახოთ რა. წარმატება გვინდა. იმედები რა თქმა უნდა არის, მაგრამ ეს ძირითადად ჩვენთვის სავარჯიშო თემაა. ეხლა ის უფრო გრან-პრი არის და მაგიტომ და ეხლა სამ კვირაში დაახლოებით უკვე ესპანეთში მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე, სევილიაში და მანდ არის უკვე თემა რა, რეალურად. ანუ ასე ვთქვათ ეს წინა მოსამზადებელი სროლები. ესე ვთქვათ გორები არის, ასე ვთქვათ ეს თემა რა. ეხლა აქედან ნახოთ, აი სევილიაში იქნება ძალიან მაგარი რა ყოველ შემთხვევაში. მე პირველად მივდივარ რა სევილიაში და ნახოთ ევროპის ჩემპიონატზე. ოთარ, წარმატებები მინდა გისურვო. გაიხარეთ ჩემო გოგო. იმედი მაქვს რომ მაყურებელს ვანახებთ თქვენს სროლებს და ყველაფერი კარგად დამთავრდება. მადლობა, გაიხარეთ, წარმატებები ყველას. ბატონო დავით, ხედავთ არა ერთხელ მსგავს შეჯიბრებებს. დღევანდელ დღეს უკვე უცხოეთში ვართ და როგორი კმაყოფილი ხართ ზოგადად ჩვენი ბიჭების მონაწილეობით და საერთოდ რას ემსახურება თუნდაც საზღვარგარეთ მოგზაურობა ასეთ შეჯიბრებებს. კვიპროსის გრან-პრიზე დღეს პირველი დღეა. პირველი დღის შეჯიბრის შედეგები ახლა ითვლება, ძალიან საინტერესო შეჯიბრია. საქართველოს უცხოელ მონაწილეებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი შემადგენლობით არის წარმოდგენილი, რაც მისასალმებელია და სასიხარულოა ნამდვილად, იმიტომ რომ სპორტის ეს სახეობა ბოლო წლებია განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება და შესაბამისად რაც მეტი ქართველი მიიღებს მონაწილეობას, მით უფრო საინტერესო იქნება ქვეყნის პოპულარიზაციისთვისაც საზღვარგარეთ თვითონ შიგნით ქვეყანაში ამ სახეობის სპორტის კულტურის ამაღლებისთვისაც და პირველი დღის შედეგებიც, რაც ჩვენმა გამოცდილმა კოლეგებმა აჩვენეს, საკმაოდ დამაიმედებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალაც არანაკლები შედეგები იქნება. ისურვებდით თუ არა, რომ მაგალითად ჩვენთან საქართველოში აი ამ მასშტაბის ორგანიზებულობა გენახათ? საქართველოში გვაქვს ჩვენ პოტენციალი, რომ ეტაპობრივად განვითარდეს სპორტის ეს სახეობა და დაორგანიზდეს ასევე მსგავსი ტიპის და კიდევ უფრო მეტი მასშტაბის შეჯიბრები, რაც ქვეყნის პოპულარიზაციისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ესეთი ტიპის შეჯიბრებზე მონაწილეობა თვითონ ადგილობრივების ინტერესს აჩენს, უფრო მეტი ადამიანი ერთვება, უფრო მეტი ადამიანი იძენს უფრო უკეთეს გამოცდილებას, ამიტომ გამოცდილების ასე ვთქვათ და მეტი მასშტაბის შეძენისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ბოლო შეკითხვა იქნება ალბათ ესეთი, თავად თქვენ როგორი კმაყოფილი დარჩით თქვენი საკუთარი თავის როცა სროლებს აწარმოებდით? მე სულ რამდენიმე თვეა რაც ჩავერთე სპორტის სამსახეობაში, ჯერ ერთი წელიც არ გასულა საქართველოში და შეჯიბრებში მივიღე ორჯერ მონაწილეობა, უფრო მონადირე ტიპი ვარ და ნადირობიდან გადმოვერთე შემდეგ ასევე პარალელურად სპორტის ამ სახეობაში ინტერესი მაქვს, ვაკვირდები ყურადღებით გამოცდილ მსვლელებს და ეტაპობრივად ვაუმჯობესებ ჩემს მონაცემებს და თუ ესე გავყევი ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა და ვაპირებ რომ გავყვე აუცილებლად ველოდები რომ უკეთეს შედეგები მექნება აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა. მოკლედ, როგორც მოგახსენეთ, ძალიან დიდი კარიერა აქვს, რაც ჩვენს ბიჭებსაც უშლის ხელს დავისდავად. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ამ გრან-პრის ჩატარების საშიშროებაც კი იყო ჩაშლის. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ყოველივე ეს, იმიტომ რომ შორი ახლოს ხანძარი არის
ვერტფრენები დაფრინავენ და აქრობენ და იყო საშიშროება რომ ბოლი წამოვიდოდა აქეთკენ, ქარი აქეთკენ წამოიღებდა და ჩაიშლებოდა საერთოდ ეს ჩემპიონატი, მაგრამ გაგვიმართლა და საბოლოოდ მოგცეს უფლება მე რა ვიცეს უფლება რომ გაეგზელებინათ ასპარეზი. ეხლა ნელ-ნელა შესვენებისკენ მიდის, რამოდენიმე პლატფორმა უკვე დაიკეტა, 1-2 და მუშაობს ისვრიან ბიჭები ჯერ კიდევ. ეხლა შევისვენებთ და სავარაუდოდ გვექნება იმის საშუალება რომ გავესაუბროთ ჩვენ მსროლელებს. დარჩით ჩვენთან და ვიყურეთ. შედეგი რა გვაქვს? პირველი გვაქვს 19. ვა, არა, გვიან დაიწყო. საათი დააგებდა. დავკარგე, მაგრამ ეხლა მივხვდი, ანუ ამოვარდი კალაპოტიდან. მე ვაქვს ჩემი ტაქტიკა. ეხლა მოვადუნებ ყველა. ეს შეჯიბს და მე დავხებ ბოლომდე რა. შემოგალე. ვა, შესასვლელთანვე ხედავ ასეთ საინტერესო სტენდს, სადაც ხელით გაკეთებული დანები არის. ასე მგონია საკმაოდ მისაბაძი რამე ვიხილე. იგივე რამ რომ საქართველოში ყოფილიყო იქნებოდა ძალიან მაგარი. მეგობრებო, 17 ევრო გადავიხადეთ ამ თებსში და შემდგომ ამ თებსზე შეგვიძლია დავდოთ რაც გაგვიხარდება. ზოგადად მივესალმები ამისთანა სერვისს. სულ არ ვარ წინა. ჩემო ტარას, მინდა ესეთი რამე აღვნიშნო. შენი თოფი საქართველოს ძალიან დიდმა ნაწილმა უკვე იხილა და მე ძალიან მაგრად მიხარია რომ ამ საზღვრებს, ასე ვთქვათ, მოცილებულად სხვებსაც აყურებინებს შენს თოფზე. შედეგებით როგორ კმაყოფილი ხარ, მაგ თოფი რა შედეგებს გაძლევს და თოფის ამბავიც მაინტერესებს და შენი ამბავიც, როგორ ახერხებ ამ ყველაფერს ამ შენ ახალ თოფთან ერთად. ჩემი თოფი ძალიან ლამაზია, მართლა ჯერ ერთი მივესალმები თქვენ აუდიტორიას. მართლა ძალიან ლამაზია, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით ერთი თვე თოფთან სროლის დრო არის ძალიან პატარა. ანუ როცა სპორტსმენი ცვლის თოფს, შესაბამისად ერთი წელი მაინც უნდა. და ეხლა ეგრე ბიჭებთან ერთადაც ვარ, დილემაში ვარ, დაუბრუნდი ჩემ ძველ კრიკოვს, გახსოვს კრიკოვი რომ? მახსოვს, კი, შენ ძველი. იმიტომ იმასთან უფრო ბევრი ესე ვთქვათ, ნასროლი მაგ თოფიდან. დიახ. და შესაბამისად შეიძლება ძალიან დიდი დრო დამჭირდეს ამ ახალ თოფზე გადასვლაზე. ის არის უფრო ნელი და უფრო პროგნოზირებადი თოფი, ეს არის ძალიან სწრაფი თოფი. აი როგორ აგიხსნა. ანუ გადმოწყობა გიწევს. შევადაროთ ერთმანეთებს, მანქანები რო შევადაროთ ერთმანეთს, ვთქვათ, ის არის აი Lexus-ი, Jeep-ი ან Range Rover-ის ყველგანმავალი და ეს არის, არ ვიცი, Ferrari ან Formula 1. ძალიან მოხრუჭიც მაგარია, ძალიან სწრაფად ჩერდება და შესაბამისად ძალიან მაგრა იღებს აჩქარებას. მე დავაკვირდი რომ საკმაოდ ემოციური სპორტი არის და ეს ემოციები ძალიან ხშირად ხელს გიშლით მსროლელებს ხოლმე. შენ შემთხვევაში დღეს რა განცდები გქონდა, რა გიშლიდა ხელს, ან რა გეხმარებოდა? ყველა შეუძლია ნებისმიერი თევშის გატეხვა, მაგრამ უკვე დიდ სპორტში რო გადადიხარ, ეს არის ინგლისურად რო იტყვენ mental game. ხოხტები, ანუ მენტალური შენ თამაში კი არა, შენი შესაძლებლობების მაქსიმალ ეხლა მე როგორც ჩანს, აქ ენერგია ძალიან მაგრად დავკარგე. შესაბამისი რეზულტატი რო გინდა, ზედმეტი სიცილი და ზედმეტი ემოცია წინა დღეებშიც გახარჯული, აქ მოქმედებს. ხო ნახე, პირველ მოედანზე შევედი, გავაკეთე 25, მეორე მოედანზე შევედი, ბოლო მეხუთე ნომრამდე ვისროდი, ერთი ცალი გამაზული არ მქონდა, ხო ხტები რა. მეორეზე ამეშალა ნერვები. მე აი მენტალური რამდენად მენტალურია. ვარჯიშების დროს პირველი და მეორე მოედანი, რომელიც ჩამივარდა რეალურად 21 და 20 გავაკეთე, ვარჯიშების დროს ორჯერ ვივარჯიშე პირველ მოედანზე, ორივეჯერ 25 გავაკეთე. ვა, ანუ მეორე დღეს მეორე მოედანზე ორივეჯერ ვივარჯიშე და ჩემი მეგობრის რჩევა გავითვალისწინე რომ ნუ აკეთებ 25-ებს რა, იმიტომ რომ ანუ გაიუქმებო რა ამ სერიოზულობას ამ მოედნის, ხო ხტები რა და იქ 24 გავაკეთე, მაგრამ ძალით გავმაზე, წარმოიდგინეთ, ძალით გავმაზე. მე მგონი საბოლოო ჯამში გამაზული არა მაგი მოედნებზე და დღეს შევედი მაგ მოედნებზე, სადაც ქულები უნდა ამაკრიფებინა.
21 და 20 გავაკეთე. ემოციური ფონი ხო არ მოქმედებდა, რომ ჩვენ ამდენი ხალხი გიყურებდით და ასე ვთქვათ, გულ შემატკივრობდით. ესეც მოქმედებდა. ჩემთან ზოგადად ეს პრობლემა არის. ეს არის mental game. სერიოზულად უნდა მოიმზადო, სერიოზულად. აი მოგიყვები, ვთქვათ, უცხოეთში ახლა ყველა ამ დიდ ჩემპიონს ბიჭებს რა, ვინც არიან რა, გინდა ბარდო, გინდა ჩარლზ ბარდო, გინდა ანდრასი, გინდა ისინი, ყველას ვიცნობთ, ყველასთან მეგობრობთ, რა. შეჯიბრი როცა იწყება, ანუ პირველი დღე ან შეჯიბრის დროს. ჯერ გვიკვირდა ბიჭო, ესე გაუვლი ტიპს, ვაფშე არ გიცნობს რა, გამარჯვებას არ გეტყვის, ვიფიქრე, ვახ შენი ხო ხდება ეგეთი. საინტერესო არის. და თურმე იმდენად არიან თავის თავში ჩასულები და კონცენტრირებული, მე აგვიხსნეს რა. თორე მე ერთ 60 რო გამაზავს და აზრი არა აქვს, რა ვთქვა, ამ შეჯიბში უკვე ბოლომდე ბრძოლას, იმიტომ რომ 3-4 გამაზული უკვე ლიდერებში ვერ გახო. ეგრევე ძმაო ლუდს მოიტანს, დაიჯდება, დავაი დავლიო და რაღაცა ეგეთი სიტუაციები მიდის. საინტერესო. ანუ ემოციური ფონი იმდენად მოჭიმული არის ფაქტიურად რა ორგანიზმში, რომ გამარჯვებას არ ეუბნებიან ერთმანეთს. საშუალოდ რა დანახარჯები არის საჭირო იმისათვის, რომ მაგალითად ამ სპორტში მოვიდეს ადამიანი. აი უყურე ყველა იწყებს როგორ ისე, აუ თოფი ძვირი არის. საშუალოდ თოფი 5-დან, თქვა 15000 ევრომდე ღირს თოფი რა. ამ დროს ეს თოფი არაფერი არ არის იმ დანახარჯთან დაკავშირებით, რაც ვაზნას, რაც თებს უნდა. მე ხო ვიცი ხალხი, რომელიც მოდიან დიდ სპორტში 60-70 ისვრიან წელიწადში. თავის წასვლა, წამოსვლით, სასტუმროებით, ისინი ჩემი დათვლებით რაც იყო, ეს არის წელიწადში სულ მცირე ალბათ 250-300 евро ინვესტიცია. მე ამას რო დაუმატო, თქვა, წვრთნელი ის, ანუ შესაბამისად 300,000 გინდა რომ თან ეს გინდა 3-4 წელი წარმოიდგინე. მილიონზე არის ლაპარაკი, რომ ტოპებში გაიჩიტო და ახლა მაგ მილიონი ევროს დანახარს, საკუთარ და აქ ბიჭებს ხო გეუბნები 25 ვაზნაა გასროლილი, მოდიან და იმისთანებს შვებიან, რომ აი მართლა უყურებთ. ჩვენი დღედა მოსწრება ტყეში ვართ, ღრეში ვართ და კულტურულ ცხოვრებას თბილისში ვერ ვახერხებთ. ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უხიშვილების კონცერტზე ვიყავით. კი, ძალიან. ნამდვილად 1-2 წელი არის გასული, ცოდვა გამხეილი ჯობია, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ. ჩვენ კულტურულ ცხოვრებას ვაგრძელებთ ლარნაკაში და დღეს მოვედით უხიშვილების კონცერტზე. გოგა, რა შთაბეჭდილებების ქვეშ ხარ ახლა თქვენ? რა შთაბეჭდილებების ქვეშ შეიძლება ვიყოს უხიშვილების კონცერტის შემდეგ? რა თქმა უნდა, ქართული სულის აღტკინება. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი, ძალიან გამიხარდა რომ დარბაზი სავსე იყო, კიდევ ერთხელ აღნიშნავ და ძალიან თბილად მიიღო როგორც ბერძენმა, ასევე უცხოელმა ტურისტებმა და მაყურებელმა. რა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მარლენ, და მადლობა გადაუხადო იმ ხალხს, ვინც მოგვიპატიჟა. ჩვენს მეგობარ ალუდას და მის მეგობრებს და ჯგუფს. გუშინ შემთხვევით გადავაწყდით ამ ხალხს, ხალხო, ქალაქში შეირნობის დროს, გავარკვიეთ, რომ უხიშვილები არიან ჩამოსულები, უთხარით ჩვენი ამბავი და მათგანაც წამოვიდა ეს მოპატიჟება და რაზეც რა თქმა უნდა უარი ვერ და არ უთხარით მე და მარლენმა. იმედია რომ თქვენ ჩვენთან ერთად ისიამოვნეთ და რაღა უნდა უთხრათ. რაღა უნდა უთხრათ და ნადირობის გარდა და თეფშებზე სროლის გარდა ვიაროთ ხალხს, რომ ამისთანა დღესასწაულებს. გამოიწერეთ არხი, გვიყურეთ და ბევრ საინტერესოს ნახავთ ჩვენთან ერთად. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და
ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გახსოვს სად უნდა წავიდეთ? არა, აზიარა ვარ, აბა მითხარი. შენ შეიძლება არც იცი ამ საუბრის შესახებ. დაახლოებით 25 წუთში 9 საათში არის ძველი ქართული მონასტერი. გოგა, მე მახსენდება რომ კახა ბექაურსაოს კიდე ჩვენთვის ნათქვამი რომ შეგვახვედრებს ერთ-ერთ კიდევ ძალიან საინტერესო ადამიანს და ზუსტად შეგიძლია გაიხსენო ეგ სიტყვები ვის უნდა შევხვდეთ? ვის უნდა შევხვდეთ სახლს და გვარს მე მაპატიეთ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც არის სროლის ფედერაციის დამფუძნებელი და ასევე ძალიან კარგი მონადირე. ანუ იმდენად საინტერესო პიროვნება არის, რომ ვისაც არ ვკითხეთ ამ კაცის სახელი გუში, ყველა იცნობს, ყველა დასუგრავს, ყველა აქებს. ძალიან საინტერესო იქნება ამ პიროვნებასთანაც გასაუბრება და ჩვენ მოგვეცემა ამის საშუალება, სანამ დაჯილდოების ცერემონიალი იქნება. წლის მეორე მხარეს ფილოლოგიური ლანდშაფტი იცვლება. შენ რას ფიქრობ? გაცილებით უფრო ლამაზია. დავიწყოთ იქიდან, რომ თებში შევდივართ მალე და რაც ჩვენთვის ყველაზე საკულისმო არის, ტყეებსაც კი ვხედავთ. აქამდე მე აქ მაღალი ხე არ მინახია რა. იქიდან გამომდინარე, რომ კირი არის და ქვა არის. მაღალი ხე ვერ იქიდებს ალბათ კარგად თევზს, მაგრამ აი იმ თევზს ჩვენ ეხლა რომ ვუყურებთ და რასაც ავარაუდოთ ჩვენი მაყურებელი ვერ ხედავს. აი აქეთ მხარეს ნაწილდება ეხლა იქ არის სულ მთები ხარ და საკმაოდ კარგი ლამაზი მთები ჩანს, აშკარად ტყიანიანი. საინტერესო იქნებოდა გაგვიგო რა ყავთ ამ მთებში. რა სანადირო ობიექტები ყავთ და ძალიან მალე ჩვენ ამას შევიტყობთ ჩვენ ვარ. როგორ ხარ? მეცინება. ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, ხახნოდ დაიღალა უკვე ჩვენი მეგობარი, რომელიც გაწვით ხოლმე ამ ლამაზ კადრებს და ასე რომ მუშაობთ GoPro-თი და ვეცდებით რაღაცეები შემოგთავაზოთ მაინც. ღალიის ღვთისმშობლის ქართველთა მონასტერი. ქართული საისტორიო წყაროებში მრავალჯერ ნახსენები ღალიის ან ჭალიის ღვთისმშობლის მონასტერი, რომელსაც კვიპროსელები პანანგია ხრისიოლიტას უწოდებდნენ. მე-10 საუკუნის 70-იან წლებში დააარსა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის ტაო-კლარჯეთის, დღეს თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია, მეფემ დავით კურაპალატმა 963-1001 წლებში. მალენ რაღაც აუხსნელი გზნობა დამეუფლა სიმართლე გითხრა. არ ვიცი, ნაწილობრივ ნოსტალგიური, არ ვიცი, რაღაცა უცხო გზნობა ტრიალებს ახლა ჩემს გულში. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საქართველოს ნაწილი დამხვდა აქ და გარდა იმისა, რომ ლამაზი იყო და რომ შემოუხვიეთ საქართველოს დროშამ გამახარა, ძალიან გამახარა ამ წარწერამ, სადაც ამოვიკითხეთ, რომ როგორც კვიპროსის, ასევე საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოები ორივე ჩართული არის ამ ძეგლის შენარჩუნებაში. ვხედავთ ჩვენ როგორი გადახურვა არის, დაკონსერვებული არის პრაქტიკულად, რომ წვიმამ, ქარმამ, ზედმეტად კიდე არ დააზიანოს მონასტრის ნანგრევი. გოგა გეთანხმები. მეც რომ შემოვედი ამ ტერიტორიაზე, მეც ვიგრძენი ეგ მომენტი, რომ თითქოს საქართველოს რაღაცა პატარა ნაწილი დამხვდა აქ და მიხარია, რომ ამ სიშორეზე ისევ სამშობლოს განცდა მაქვს რა. იმ დონეზე, რომ კამერაში ყურებაც კი არ მინდა, მინდა რომ სულ აი ამ ნანგრევებს უყურო რა. წავიდეთ და ვნახოთ. წავიდეთ.
გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ახი მე როგორც ხვდები თქვენ პირველად არ ხართ ამ მოედანზე და გავს თუ არა ეს ტრაექტორიები საქართველოში დაყენებულ ტრაექტორიებს. კი, ნამდვილად პირველად არ ვარ, პირველად 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონატი იყო კომპაქტ სპორტინგში, მაშინ ვიყავი. ეს კვიპროსზე ერთ საუკეთესო მოედანია, ლარნაკას ოლიმპიური სასწავლებელი. ნიკოზიას ასევე ოლიმპიური სასწავლებელია, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესოა და მის მერე კიდევ ერთხელ ვიყავი და რამდენჯერმე სავარჯიშოდაც ვიყავი. რაც შეეხება ტრაექტორიები, აი პირველად როცა ვიყავი, მასთან შედარებით აქ თვითონ შეცვლილია, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ყველა 100%, მაგრამ ალბათ 40-50% ველია დარჩენილი, დანარჩენი შეცვალეს. ანუ მე როგორც ხვდები, გართულებული არის შედარებით, ხო ალბათ? სროლის ხარისხი თვითონ ძალიან კმაყოფილი ვარ, ანუ როგორც ვისოდი, უბრალოდ აცილება ყოველთვის ხდება და დასანანია თან ისინი რომელიც უფრო რთული სინქრონული დუპლეტია, თითო სამიზნეა, ანუ და ერთი არის ორმაგი სამიზნის გაშვება, სინქრონულად გაშვება, კი. რომელიც ასე ვთქვათ რთულია. კიდევ ამაზე რთული არის ორი ორმაგი სინქრონული. ეს არის ერთი სინქრონული. გასაგებია. სროლელები მაინც უყურებენ რომ ევროპის ჩემპიონატზე ან მსოფლიო ჩემპიონატზე ვინ დააზიანა 200 სამიზნე. ეს ითვლება. გასაგებია. და სულ ალბათ ორი ადამიანია, ძალიან რთულია. თუმცა არის მაღალი შედეგები, 199, 198, 197, აი 197, 199, ასეთი შედეგით თავდება ხოლმე. და ბევრი ხოლმე ასეთი. ბევრი არ არის, მაგრამ რამდენიმე მსროლელი აგროვებს ხოლმე, აი დაახლოებით 196, 17, 18, 19, აი რამდენიმე მსროლელი ალბათ 5-დან 10 მსროლელამდე ასეთ ანგარიშს აყენებს შეჯიბრის თქვენ გისურვებთ წარმატებას. შეიძლება 200 არ გამოგვივიდეს, უკვე გასაგებია, ორი ცალი აცილება გვაქვს, მაგრამ დანარჩენ 25-ებს გისურვებთ ყველას. In third place from Georgia. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა როგორ ჩაიარა რომ მოხვედით აი აქამდე, რომ ამ წარმატებას მიაღწიეთ. როგორც ყოველთვის ჩაიარა ძალიან დიდი ემოციებით. მე ვთვლი რომ ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე კარგი სტენდია ლარნაკაში. ძალიან მრავალფეროვანი ტრაექტორიებით. ვერ დაისვენებ მოედანზე ისეთ ტრაექტორიებია. თქვენი მოწინააღმდეგე ბევრი იყო, 10 კაცი იყო, 10 ქალი იყო. 10 ქალი იყო. ხო, ისე მაგასაც ხაზი უნდა გაესვას. ხო, ქალთა შორის ცალკე არის და კაცთა შორის ცალკე. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ადრე იყო ერთად ეს როცა სკითის სპორტინგი არ იყო. სკითს ვისროდი, ანუ მგვალსტენს და მაშინ ერთად ისროდნენ ქალები და კაცები. და მე ქალებმა რო გაუწეს კაცებს, მოგება გაყვეს. მაგარი. გაყვეს. მე ძალზე იყავით. შემოგერეთ. მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც ერთად ვიგზავნოთ და მე მოგეხმარებით ამის აღებაში. აუცილებლად. კარგად იყავით. დიდი მადლობა. რამდენადაც ვიცი, თქვენ ბევრი მონადირე ყავთ კვიპროსში, დაახლოებით 45,000-მდე. და რამდენი მსროლელი ყავთ? ფიქრობ, რომ ყველა მონადირე მზად არის იყოს მსროლელი, მაგრამ რამდენი არის აქედან პროფესიონალი მსროლელი? თქვენ მართალი ხართ. ყავს 45,000 მონადირე და ძალიან ბევრი მოყვარული მსროლელი.
თუმცა აქედან მხოლოდ 500 არის პროფესიონალური მსროლელი, რადგან ისინი არიან სხვადასხვა დისციპლინებში. ჩვენ გვყავს დაახლოებით 300 მსროლელი სპორტინგის, რომლებიც ისურიან კვიპროსის ფედერაციის ყველა შეჯიბრში, სპორტული და კომპაქტური სპორტის, ფიტას დისციპლინებში და დაახლოებით 100-დან 150-მდე, რომლებიც ისურიან ISSF-ით, ოლიმპიურ დისციპლინებში. ეს არის ოლიმპიური ტრაპი, ოლიმპიური სკიტი და დანარჩენი პრეციზიული მსროლელი. რას გვეტყვით? რა პრობლემებს აწყდებიან მონადირეები კვიპროსში? როგორც ვიცი, არის გარკვეული პრობლემები. რამდენიმე სიტყვით რომ გითხრათ, ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენთვის. ჩემო ძვირფასო მეგობარო, უპირველესი პრობლემა სამწუხაროდ უკვე 51 წლის განმავლობაში გვაქვს. არ მინდა პოლიტიკას შევეხო, მაგრამ მოგეხსენებათ 1974 წლიდან კვიპროსი ორ ნაწილად არის გაყოფილი. სამწუხაროდ ამ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ნადირობა შეუძლებელია. მეორე მიზეზი გახლავთ კვიპროსის ცხელი ამინდი, რომელიც მონადირეს პრობლემებს უქმნის. კვიპროსში გვყავს მთის მუხლონი, რომელზეც არ შეიძლება ნადირობა და ის დაცულია. სამწუხაროდ კვიპროსში არც თუ ისე ბევრი სანადირო ობიექტია. რატომ არ შემოგყავთ ცხოველები ბულგარეთიდან ან რუმინეთიდან, მაგალითად შველი, ტახი? თქვენ მართალი ხართ. ამისთვის საჭიროა ინვესტორის სწორი ხედვით, რომელიც ნადირობას გადააქცევს ბიზნესად, როგორც ამას აკეთებენ ინგლისში, საფრანგეთში და ცენტრალურ ევროპაში. გმადლობთ დროის დათმობისთვის. მადლობა და ვიმედოვნებ, რომ მალე ვეწვევი საქართველოს. დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ. ივლისში ჩვენ 47 სპორტული ჩემპიონატის ჩატარებას ვგეგმავთ. შვენიერია, იმედია აქ ვიქნებით. მარლენ, ჩვენი მოგზაურობის ესე ლამაზად დამთავრებას გაუმართვით. სუფთა ქართულად, მნიშვნელობა არა აქვს. სად ვიქნებით სოფლიოს რომელ კუთხეში, რა ღონისძიებას გადავიღებთ მე და შენ. ფინალი ყოველთვის ძალიან მეგობრული, თბილი და სასიამოვნოა. მოდი აი ამ ჭიქით, ყველა ჩვენ მაყურებელს გაუმართოს. ყველა ამ ადამიანს გაუმართოს, ვინც ჩვენთან ერთად არის და ვისთან ერთად ჩვენ ვართ. ამ ხალხს კიდევ მრავალი წარმატება უსურვოთ და ყველა მონადირეს ის უსურვოთ, რომ ჩვენი არხი გამოიწეროს, ვიყუროს და იმოგზაუროს ჩვენთან ერთად. მონადირეებო, გადაიგრძელებთ, გიყვარდეთ სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება. მეთმა სიკეთე მოგცეთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.